Am video გაკვეთილში ჩვენ ვაჯამებ ჩვენს მიერ გავლილ მასალას და უნდა აღვნიშნოთ, რომ LibreOffice Writer-ი იმდენად ფართო თემაა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწორით. მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში LibreOffice აქვს საკმაოდ მოსახერხებელი help-ი, რომელთაც შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია მოვიძიოთ LibreOffice-ის შესახებ. შეიძლება ის გავხსნათ ჩანართის სიაში help-ის დაჭერით. ან კლავიატურიდან მოვიხმოთ shortcut-ით F1, აი ცადოთ და ნახეთ, რომ help-ი გაიხსნა. თვითონ help-ი დაყოფილია კატეგორიებად. პირველია ფორმულას ან ფორმულები, ტექსტ დოკუმენტები, HTML დოკუმენტები, მაკროსები და პროგრამირება, ინსტალაციები, მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება, ზოგადი დახმარება და ასე შემდეგ. ინდექსის ტექსტ არეში პირდაპირ შეგვიძლია მივუთითოთ საძიებო გასაღების სიტყვა. მაგალითად ავკრიფოთ რამე, მაგალითად ფონტი და ის მოგვიძებნის ყველა ინფორმაციას მითითებულ სიტყვაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ამოგვიგდო რაც კი იპოვა ფონტზე ყველაფერი და თუ გვაინტერესებს რაიმე კონკრეტულად შეგვიძლია ამ სიაში მოვუძებნოთ ის და თითოეული მათგანი განვიხილოთ. აი მაგალითად bullets ვნახავთ, აქ გვაქვს მოცემული ყველაფერი, ანუ ლეველებად არის დაყოფილი და გვაქვს კატეგორიები, რას, რატო და რისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. და ზევით როგორც ხედავთ, პირველი ის არის განმარტება ზოგადად რას ნიშნავს ის. ეს არის ინდექსირებული ძებნა, ხოლო find-ი ეს არის ზუსტი ძებნა. ანუ თუ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გჭირდება და კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, ოღონდ ამ შემთხვევაში დასახელებაც რას ვეძებთ, რომ ზუსტად ამოგვიგდოს ინფორმაცია. Help-ი გვეხმარება ყველა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძებნაში, აქედან გამომდინარე არ შეგვექნება არანაირი პრობლემა LibreOffice Writer-ის გარჩევისას. თუ რა თქმა უნდა მოვინდომებთ და გამოვიყენებთ help-ს საჭიროებისას. დაგვაყენოთ. ამ ვიდეო გაკვეთილში საკმარისია და გისურვებთ დაბადება.